ტელეხიდი ქართველ და თურქ მეცნიერებს შორის და ამოუწურავი თემა მუჰაჯირების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის უნივერსიტეტში შედგა. Როგორც ცხოვრობენ მე-19 საუკუნის თურქეთში გადასახლებული ქართველების შთამომავლები და რა ისტორიას ინახავს ეთნიკური ქართველები დასახლებული თურქული სოფლები. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები 15 წელია სამხრეთ საქართველოს ისტორიას სწავლობენ. ისტორია, რომელიც მუჰაჯირების შთამომავლებმა შემოინახეს მონოგრაფიებად შეიკრა და პროფესორ ფაღავას კაბინეტში საპატიო ვიტრინაში დაიდო ადგილი. 2000 წლის შემდეგ გამოიცა 8 კრებული, მე-9 გამოდის, გამოიცა ცალკეული მონოგრაფიები. ქართველოლოგიის ცენტრის მეცნიერთა 15 წლიანი შრომა მუჰაჯირების გარდა შავშეთის, კლარჯეთის, აჭარის, ტაოს სოფლებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წარსულსა და დღევანდელობას ასახავს. მკვლევარები თურქეთის საქართველოში წლებია ეძებენ იმას, რაც ჩვენ უკვე დავკარგეთ. მუჰაჯირებმა აქედან წაიღეს კულტურა, აქედან წაიღეს მეტყველება, აქედან წაიღეს ყოფის ელემენტები, ფოლკლორი. არა მარტო ნამდვილ სახელს, ჩვენს ისტორიას ვეძებთ. ყველა ჩვენს გუშინდელ დღეს ვეძებთ იქ. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ გელაპარაკებით ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ენა ქართული. ერდოღან შენოლი, იგივე ერეკლე დავითაძე ქართულ მუჰაჯირთა ერთ-ერთი შთამომავალია და ახლა ნურუ ოსმანის სკოლაში ქართულს ასწავლის. წინაპრების გადასახლების ისტორიას ქართულ მკვლევარებთან ერთად ეძებდა და ექსპედიციებში სოფელ-სოფელ დადიოდა. ერეკლე სამეცნიერო კონფერენციას დღეს ვიდეო ხიდით შეუერთდა. თურქეთში მილიონობით ეთნიკური ქართველების შვილებმა დაინტერესდნენ მშობლიურ ენით და იქნება მზით გაეგვიზება მათი ნაწილის ინტერესი ქართველების მიმართ. უნდა მოვასწროთ მაქსიმალურად, თორე 7, 8 და 10 წლის შემდეგ ფაქტობრივად ჩვენ მასალას ვეღარ ჩავიწერთ, როდესაც უფროსი თაობა წავა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ამჯერადაც ისტორიული სამხრეთის თემატიკას მიეძღვნა. წარმოდგენილი სამეცნიერო ნამუშევრები ახალ კრებულში მოიყრის თავს. ქართველოლოგიის ცენტრის სამომავლო გეგმები კი სინოპის, თოქაფის, დუშჯეს და სხვა პროვინციების შესწავლას უკავშირდება. მესამე წელია ხორციელდება ეს პროექტი. ახლა მესამე კონფერენცია, რამდენიმე კრებული გამოიცა, ეს ერთ-ერთი კრებულია, რომელშიც ამ ჩვენი საქმიანობის შედეგებია მოცემული. მომავალ წელს გეგმავთ ძირითადად შავიზღვისპირეთის დარჩენილ პროვინციებში ექსპედიციას, რათა ჩვენ შევძლოთ ქართული დასახლებების აღწერა შეძლებისდაგვარად მთლიანად. სამეცნიერო კვლევების პარალელურად თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა ყოფაზე დოკუმენტური კინოს შექმნაც იგეგმება.